პრობლემები გვისმენენ რადიო იმედის მეშვეობით ალბათ ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი ახლა სწორედ რადიო იმედს უსმენს და აინტერესებს თქვენი პოზიცია იმ თემასთან დაკავშირებით, რასაც მიმდინარე კვირას მოყვა ტაქსის მძღოლების პროტესტი. რამდენიმე დღის წინ ის აქცია, რომელიც გაიმართა, მანქანების მეპატრონეები ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებას და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას სერიოზული ფინანსური პრობლემები მოჰყვება. თქვენ მათთან შეხვედრის მზადყოფნა როგორც ვიცი გამოთქვით. შესაძლებელია რაიმე ტიპის დათმობაზე წავიდეს თბილისის მერია ამ მიმართულებით და როდის არის ჩანიშნული მათთან შეხვედრა თუ ეს რა თქმა უნდა დღის წესრიგში უკვე გაქვთ პირადად თქვენ. ირაკლი, რაც შეეხება ტაქსების რეფორმას, მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, ეს არ არის ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ჩვენ მთლიანად ვაწესრიგებთ ზოგადად ტრანსპორტს ქალაქში, მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ არსებული საცობების პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს და მთლიანად ამ სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მიმართულება არის ტაქსების მოწესრიგება. მე მგონია, რომ აი ჩვენ რო ვკითხოთ ნებისმიერ თბილისელს, ყველა იტყვის, რომ მას აუცილებლად სურს, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული და ის ადამიანები, ვინც ამ სერვისს ეწევა, ყველანაირად კონდეს ყველაფერი წესრიგში. გამართული ავტომობილი, რომელიც რა თქმა უნდა ტექდათვალიერება გავლილი ექნება, უნდა იყოს სუფთა, ამაში ჩვენ მათ არანაირ თანხებს არ ვთხოვთ, ჩვენ სპეციალურ ვაუჩერებს გამოცემთ, რომ ეს გინწმინდა ჩაუტარდეთ მათ და ყველანაირი ანაზღაურების გადასახადების გარეშე ჩვენ ვიღებთ ამ ხარჯებს საკუთარ თავზე, ასევე თვითონ ვინც ამ სერვისს უწევს საზოგადოებას, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება, უამრავი ბენეფიტს მიიღებს თვითონ ტაქსის მძღოლები, ვინც ლიცენზიას ფლობს, თქვენ იცით რომ არის ორი კატეგორია, A და B კატეგორია. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა იციან, მიწოდებული გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ ავტომობილს უნდა კონდეს ტექდათვალიერება გავლილი, უნდა იყოს თეთრი ფერი, ჩვენ მათთვის ქალაქში გამოყავით სპეციალური ადგილები, საპარკინგი ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო, გავანთავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადებიდან, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გავაკეთეთ და მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ ხარდაჭერის და თანადგომისთვის. ვაძლევთ სპეციალურ მანათობელს ტაქსი თბილისი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ წარმოვადგინე მთავრობის ნომაზე, ესეც უფასო ყოველგვარი გადასახადების გარეშე და რაც შეეხება თუ გადაღებას, აქაც მათ არანაირი თანხა არ უჯდებათ და ამ ვაუჩერსაც ჩვენ სარეკლამო კომპანიასთან ერთად, ვინც ტენდერში გამარჯვებულია, მასთან ერთად ვახორციელებთ ამ პროექტს. სერიოზული ბენეფიტია ეს მათთვის და არის მეორე B კატეგორია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ბევრი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ ტაქსის მძღოლს. მაშინ როგორც თქვენ ამბობთ და მაშინ რამ გამოიწვია ეს პროტესტი, აქცია და რატომ ნახეთ ჩვენ აი ასეთ გაბრაზებული ტაქსის მძღოლები ქუჩაში? ირაკლი, თქვენ თუ დააკვირდებით, ვინ ხელმძღვანელობდა ამ აქციას, მე მგონი ყველაფერი ნათელია. აქაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ისმის კითხვა, ხო, რას აპროტესტებს მაშინაც? ჩემთვისაც გაუგებარი იყო, რას აპროტესტებდა ეს ადამიანები. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, შევხვედროდით ამ ადამიანებს და რამოდენიმე შეხვედრა უკვე შედგა ჩვენთან მერიაში, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა ამ ადამიანებს, მეც ვაპირებთ მომდევნო დღეების განმავლობაში შევხვდე და კიდევ ერთხელ აუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება, ამ პროექტის განხორციელება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება და ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს, რომ კარგი სერვისით ისარგებლონ და თვითონ ეს ტაქსის მძღოლები, რომ კარგი სერვისი შესთავაზონ საზოგადოებას. ეს ყველას ინტერესში შედის. პარალელურად ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ და ამას საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება და ეს ერთიან სისტემაში ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზოგადად ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული. გასაგებია. ბატონო გახა, გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ არჩეული მერი, ხართ ქართული ოცნების გენერალური მდივარი და სწორედ აქედან გამომდინარე დავსვამ შემდეგ კითხვას, რომელიც ტაქსების რეფორმის კონტექსტში შეიძლება რა თქმა უნდა დაისვას. ანუ
ტექდათვალიერება, ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზირება, თეთრად გადაღება, ტექინსპექცირება, ასევე მესამე პირის დაზღვევა და მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც არა მარტო თბილისში, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით მძღოლებს დაიკისრათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ პროტესტი სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა, ვინაიდან ადამიანების ჯიბეს ერთბაშად დააწვა მთელი რიგი ვალდებულებები, რაც გამოიხატება ფინანსებში და აი აქედან გამომდინარე არის წყენა. ანუ აქვთ თუ შესაძლებელია თუ არა გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც შეიძლება იყოს ამ აქციის გვერდით და ეს გასაგებია ოპოზიციის ინტერესში შეიძლება შედიოდეს. მათ ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი და ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ გაიზარდა მათი ბიუჯეტი, ოჯახის ბიუჯეტი, საიდანაც მოუწევთ სერიოზული თანხის გაღება მთელ რიგ ვალდებულებებში. ირაკლი, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ხორციელდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორც ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სოციალურ დისკომფორტს წარმოადგენს. ეხლა მე სხვა მიმართულებებზე არ ვისაუბრებ, მე შემიძლია ვისაუბრო იმ რეფორმაზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ტაქსების მიმართულებით და აქ გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანებს ამ რეფორმის განხორციელება არ უჯდებათ არც ერთი ლარი. ყველა მტკივნეული საკითხი რაც შეიძლება ყოფილიყო, მანქანის გადაღება, ჩვენ ვიღებთ. მან ორი მიმართულება შევთავაზეთ, ხო? შემდეგ იყო საუბარი, რომ აი მანქანის გადაღება შეიძლება რაღაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენდეს თეთრი ფერის, როდესაც ერთ დღეს შეიძლება გასხვისება მოგვინდეს. დასტიკერება შევთავაზეთ, დაასტიკერონ, არც ეს არ არის პრობლემა. ტაქსისტების ნაწილი გასაგებია. მე ამ შემთხვევაში როგორც პარტიის ერთ-ერთ უმაღლეს პირს გეკითხებით, ანუ პროტესტი განაწყენება ხო არ არის გამოწვეული იქედან, რომ ერთბაშად დააწვათ ტირთად მთელი რიგი რეფორმები და მთელი რიგი გადასახადები. ტექდათვალიერება თუნდაც მარტო რომ ავიღოთ ესეთ სერიოზული დაწოლა, ხო? ასევე საპენსიო რეფორმა, დაგროვებით პენსიას გულისხმობთ, მესამე პირის დაზღვევა. ანუ ამ ყველაფერმა ერთობლიობაში რომ მოხდა ამდენი ვალდებულების აკიდება ადამიანზე, უხეშად თუ ვიტყვი, ამან ხო არ გამოიწვია პროტესტი, ამას ვკითხულობ. მე ხა სხვა თემებზე პროტესტი არ მომისმენია, აქ ძირითადად საუბარი იყო ტაქსის რეფორმაზე, რასაც ეს ადამიანები აპროტესტებდნენ, ჩვენ შევხვდით, აუხსენით ამ ადამიანებს, რომ არანაირი გადასახადი მათ არ ეკისრებათ. ეხლა რაც შეეხება ტექდათვალიერებას, აბა ვკითხოთ ქალაქის მოსახლეობას თუ რა მიდგომა და რა დამოკიდებულება აქვს. მანქანა ავტომობილი უნდა იყოს გამართული, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. თქვენ შეხედეთ ელემენტარულ სტატისტიკას, ყველამ ერთად შევხედოთ როგორ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და როგორ არის გაზრდილი მძიმე დაავადებები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რის გამო არის ეს ყველაფერი გამოწვეული? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის აირის დაბინძურების მიმართულებით გაუმართავი ავტომობილები. ამაში შედის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აბა მე შემთხვევით კი არ მოგვიტანია ის, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება, განახლება. ეს ავტომობილები თქვენ წარმოიდგინეთ 500,000 ავტომობილი გადაადგილდება დღეს ქალაქში და ყოველწლიურად 6-7%-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა. ძირითადი 80% ამ ავტომობილების არის 20 წლის ზემოთ, კატალიზატორ ამოღებული, გაუბედურებული, რომელიც თქვენი შვილების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ვნებს და თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობას და მეგობრებო, რაღაც დისკომფორტი ყველამ უნდა შევიქმნათ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ხვალ ჯანმრთელ ქალაქში იცხოვრონ. ჯანმრთელ გარემოში იცხოვრონ, რომ აი ეს დაავადებები რაც არის, ბატონ დავით სერგეენკო გეყოლებათ და კითხეთ, რა მდგომარეობა ამ მიმართულებით, რამდენად მძიმე სიტუაცია. არ მინდა თუ არ გავერთიანდით, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება. ჩვენ ყველავთან ხვდებით, რომ რეგულაციები და ამ მიმართულებით არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. უბრალოდ აქ საუბარი იყო ერთდროულად რომ მოხდა ეს ყველაფერი, ეს ხო არ იყო პროტესტი. მოდით გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ვინაიდან ვიცი რომ ცოტა დრო დაგვრჩა და მე აღვნიშნე კიდე